ესენი მაჩუკ, მაინერები მაჩუკა, ბიჭო რა მაინერები არის შეხედე ხო არ გადავალ შენ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე გადავიღო ახალი ვიდეო როლერ კოინზე. თუ უყურებთ აქამდე ჩემ არხს, არ ვიცი რავი, შეიძლება ეხა ნახულობთ პირველი ვიდეო იყოს. მოკლედ დასპონსორებული ვიყავი ამ ხალხის მიერ, ან როლერ კოინის ადმინების და შემქმნელების მიერ. მაგრამ სამწუხაროდ რაღაცები მოხდა, რაზეც ვისაუბრებ ვიდეოში, თუ დაგაინტერესებთ და მოკლედ სხვა რამეზე ვიღებ ვიდეოს, ანუ ახალი აპდეიტი გამოვიდა, დაემატა და თან სეზონი მთავრდება და რაღაც ძალიან მაგარი რაღაცები დაამატეს დამწყებებისთვის განსაკუთრებით და იმ ხალხისთვის, ვინც უფასოდ ჩალიჩობს როლერ კოინს და მინდოდა რომ შემეჯამებინა ესე ერთ ვიდეოში ეს ყველაფერი რაც მოხდა და თან ახალი აპდეიტიც რო გამოვიდა, მაგაზეც მინდოდა რომ ესაუბრა. თუ გაინტერესებთ გავსი საიტების, არიან შეგიძლიათ კრიპტოს გამომუშავება სხვადასხვა თამაშების თამაშით და ეს მაინინგზე არის ეს საიტი ძირითადად. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ზარის ხელახსაც დააჭიროთ რომ არ გამოგჩეთ ვიდეოები და სიახლეები, ამ სხვადასხვა აპლიკაციებზე რაც გაკეთებული მაქვს უკვე ვიდეოები და ასევე ახალ აპლიკაციებსაც განვიხილავ ხოლმე. წინა ამ კვირაში თუ წინა კვირაში ორი ვიდეო დავდი ახალ აპლიკაციებზე. შეგიძლიათ გადახედოთ, ასევე დაალაიქთ ვიდეო თუ მოგწონთ, ან დააკომენტარეთ თუ გინდათ რომ სხვა აპლიკაციის განხილვის ვიდეო გადავიღო, ან თუ რაიმე ვერ გაიგეთ აქ. მოკლედ, როლერ კოინ როგორც ისეთ არის მაინინგის საიტი, ანუ თამაშებს თამაშობ, აი აქედან იღებ აქედან სისწრაფეს, აქედან ყიდულობ მე სხვადასხვა მაინერების დასადგამებს, ან შეგიძლიათ რომ ფული ჩაარიცხოთ და იქედან ანუ გამოიმუშაოთ მე ფული რა, ეხლა გაჩვენებთ, მე ბიტკოინს ვამაინინგებ, აი ამდენ ბიტკოინს ვაკეთებ ყოველ 10 წუთში და სადღაც ეხლა მოგროვებული მაქვს აი ეს რაოდენობა, რაც იქნება ერთი $60-70 დარწმუნებული არა ვარ ამდენი არის, ნახოთ ეხავე. ხო, დაუწევია ცოტა, ეხა არის $48 და 57 ცენტი. აქედან ფულის გამოტანის ვიდეოც დევს არხზე, თუ გინდათ შეამოწმეთ და განხილვის ვიდეოები დევს კიდე ბევრი და გთხოვთ რომ თუ დაიწყებთ ამის ჩალით, აუცილებლად გადახედეთ განხილვის ვიდეოებს, იმიტომ რომ ბევრი მეკითხება ხოლმე რაღაც შეკითხვებს და იმ ორ ვიდეოს რო უყუროთ, პირველი ორი ვიდეო რაც მიდევს, ყველაფერს გაიგებთ აბსოლუტურად. მოკლედ, აი ხა ესე გამოიყურება ჩემი ბაზა, საკმაოდ გაძლიერებული მაქვს ყველაფერი რაღაცები და მოკლედ მინდა ვისაუბრო რა მოხდა როლერ კოინისგან, როგორც იცით თუ იცით არ ვიცი თუ არის გეტყვით ეხლავე, სადღაც წინა სექტემბერში თუ რაღაც დაიწყეს ჩემი დასპონსორება, ანუ ყოველ 4 ვიდეოში მიხვდნენ $100, თვითონ საიტზე ჩარიცხულ $100 და ცოტა მეცაც თუ რაღაცებს გავაკეთებ და ასე შემდეგ ერთი სიტყვით რა. კაკრას იყო ახალი წლის ღამე, 31 იყო ზუსტად, რომ უთანხმოებაში შევედი ერთ Discord-ის მოდერატორთან, ესე რომ ვთქვათ, აი მიმები რო არის ხო, ის Reddit-ის და Discord-ის მოდერატორები ზუსტად ეგეთი როჟე არის, პიერო ქვია, თუნდაც იუთუბერი არის და ძალიან არ ვევასებოდი რაღაც ბოლო რამდენიმე თვე თუ რაღაცა, იმიტომ რომ წესრიგად არ წერია როგორ უნდა გამოიყენო, რასაც გაძლევენ, არსად და არც ვიდეო არ არის რომ ახსნა იყოს რაღაცა რომ ესე და ესე გავაკეთოთ და რაღაცა შემეშალა ფაილების შევსებაში, რომ ანუ შენს რეფერალს რო ჩაარიცხებდი ფულს, ან რო ჩაარიცხავ და ისენ რამე გათამაშებაში თუ მოიგებდა, რომელსაც ვაკეთებდი აქამდე, გეცოდნებათ თუ იყავით ჩემ არხზე აქამდე და ანუ ამ ყველაფერს რო გააკეთებდი რაღაცა, იქ უნდა შეგევსო რაღაცები, რომ ამან ამდენი ჩარიცხა და ამდენი რაღაც და ეს და მოკლედ რაღაც დეტალებში არ შევალ მეზარება მაგ ყველაფერს მოყოლა, ჯერ მეც არ ვიცი რა შემეშალა წესიერად და მოკლედ ერთხელ შემეშალა ეს რაღაცა აქამდე და ერთხელ ახალ წელს და ანუ თვითონ არ ამიხსნა, არც დაარწერია როგორ უნდა გავაკეთო და გამომაგდო მოკლედ ერთმა კაცმა გადაწყვიტა რომ შენთან ისაო რა ქვიაო დროის ხარჯვა არისო თუ რაღაცაო ესე მითხრა და მოკლედ ეგრევე მომაშორა Discord-დან. არა და ტოპ 3-ში ვიყავი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ვინც რამდენი ჩაარიცხია თავისგან მოზიდულ ხალხს. ასე რომ უბრალოდ ანუ შიგა აკროეს რა, ეგ არის იდეაში მიზეზი, თორე არანაირი დროის ხარჯვა არ იყო. 12-13 კაცი ვიყავით იუთუბერები მაგ დროისთვის და ალბათ რახან ისენი მაგის რეფერალები არიან და მე არა ვარ მაგის რეფერალი და იმათგან ერიცხება რაღაცები და ჩემგან არა. მაგიტომაც ამანაც იმოქმედა ეთყოთ, ან ისინი იცნობენ ერთმანეთს უყველა ძირითადად ესპანელები და ანუ მაგ ენაზე მოსაუბრი ხალხი არის ამ როლერ კოინის ასტავი რა. ხო და ასე რომ გამომაგდეს იქიდან, მაგრამ აკაუნთი მაქვს ჩვეულებრივად, ანუ წინა 2 თვის წინ ჩარიცხული ფული მაქვს, აგერ 150 ჩამერიცხეს და რაღაცები გავაძლიერე და 93 დამრჩა რომ მე შემდეგი ის ვიყიდო, რა ქვია, Battle Pass თუ ფასი ვიყიდო, მოკლედ საერთოდ მაინერებს გაძლევს. ხო, ნუ ეს წარსული არის უკვე ერთი თვის წინ იყო და ახლოვებით და ცოტა მეტის და მოკლედ თავიდან ეროვნ მომეშალა, ცუთხასედზე ვიყავი, რაღაც ვიდეო არც გადამიღე, შემდეგი ერთი თვე მიუხედავად იმისა, რომ კაი რაღაცები დაემატა და მეც საკმაოდ განვავითარე ჩემი ბაზა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხა კარგი რაღაც დაემატა, ესე რომ ვთქვათ, achievement-ები დაემატა, achievement-ებში გადავიდეთ, აქამდე ეს არ იყო
და მოკლედ შეგიძლია სხვადასხვანაირი რაღაცეების ჩალენჯი აქედან შეიძლება რომ მარტო თამაშებითი თამაშო და რაღაცეები გამოიმუშაო აქედან მაგალითად აი 50 თამაში მოიგეო კრიპტო ჰამსტერშიო და მოგცემთო 50 არესტი. ეს 50 არესტი არის ესენი რა, ანუ სეზონის ტოკენები, რითაც შეგიძლიათ რომ პირდაპირ მაინერებიც იყიდოთ, შეგიძლიათ რომ ჩესტები გახსნათ და იქიდან ამოიღოთ ნაწილები, რომლითაც შეგიძლიათ რომ ან მაინერები გააძლიეროთ, თუ ერთნაირები გაქვთ, ან კიდე გაყიდოთ და პირდაპირ ფული აიღოთ აი ამ არესტის სახით, თუ არელტის სახით, ან გეცვენებათ აქამდე თუ ხარ ჩემ არხზე დამყოფი თუ არა და განხილვის ვიდეოები ნახეთ და მოკლედ აი რამდენიმე ანუ ბევრი ისენი არის საკმაოდ აი ისენი ჩელენჯები არის და ზოგი უკვე შესრულებული დამხვდა რომ შემოვედი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია გვჩალიჩობ და ალბათ რაც უკვე გავიარე და კიდევ ვეღარ გავაკეთებ იმას თავიდან, ეგრევე ჩამერიცხა ესენი. საკმაოდ კარგად არის ყველაფერი მიდის რა, ეხლა შემიძლია რომ დავაკლეიმო ესენი, აი მაგალითად 200 არესტი აქედან შემიძლია რომ ეგრევე ავიღო, აი 15 ალბათ არის ეს მაძლევს კიდე რაღაციდან, ეს რისი ჩელენჯები არის, არ ვიცი ნახოთ. ხო, ნახე, აიღეო 100%, აიღე 10 და 50% ბონუსი თქვენი მაინერებიდანო, თქვენს იმაშიო, რა ქვია, ბაზაზეო და მე საკმაოდ ბევრი მექნება, არ ვიცოდეთ რამდენი მაქვს, მაგრამ აი მარტო ეს რო ავიღოთ, ეს არის სადღაც 1.25% ბონუსი მაინერებიდან მარტო. და ესეთი ბევრი შემისრულდა. ხო, რამდენიმე თაიერი არის, პირველი და მეორე შესრულებული მაქვს, მესამე შესრულებული მაქვს. კიდე რა მაქვს? ხო, აი 10 RLT პირდაპირ შემიძლია რომ აქედან ავიღო, ეს არის რისი? Get 1 pH raw power from your miners in room. 10 RLT იმით მომცა რომ 1 pH-იანი მაინერი და ზემოთ მაქვს. აიღებ ხა 10 pH-იანი მაინერიო და ალბათ მან მორჩება, არა, კიდე მეტი კაცო. ყველას თulis ეთყობა რა. ძალიან მაგარი არის. აი ამასაც ავიღებ. ნახე ხა კიდე 50 და მერიცხა და მე იყო კიდე რომ 1000 pH-ზე ადი, 1 EH-ზეო, რისი ნახევარიც მაქვს უკვე იდეაში. კი ბატონო, აი 566 მაქვს და ნახევარი გავლილი მაქვს მაგის და როცა ავალ 1 ZH-ზე მე იმ დარარჩენ RLT-ებსაც მომცემს, რაც ძალიან მაგარი არის და ეს რა არის ხა ვნახოთ ხო 10 ცალი განსხვავებული, სხვანაირი მაინერი დადგიო, ერთნაირები არაო, ეს მაქვს და ავიღოთ აქედან რაღაც რა მომცა არ ვიცი. რა მომცა ნედავი? აქ არა წერია რას ვაკლეიმებ და რას მაძლევს ერთ წამი? ეს ხო არ მომცა. Claimed, არა რაღაცა მომცა, ეს არ ვიცი რა მომცა. აი არა უშავს the Nirvana, unlock second room, მეორე ოთახი გახსენიო. კი ბატონო, სამი ოთახი მაქვს, სამივე მომცა და ეს რა არის? 50 მაინერი დადგიო, ეს მეორეც მექნება. თუ მეტი არა. კი 150 მაინერი და 25 ბატარეას მაძლევს. კაი არ. ხო, დადგითო 120 მაინერიო, unique მაინერი ნიშნავს, რომ ერთი რო არის, ეგეთი მარტო მეტი რო არ არის, ეგეთი მაინერი დადგითო, რაც აქამდე არ ქონდათ დადგმულიო და 104 უკვე მაქვს და შემდეგ სეზონში ალბათ ესეც შესრულდება. კიდე ეს რა არის? ხო, ამას ჯერ ვერ შევასრულებ, 500% ბონუსი აიღეო შენი მაინერებიდან ოთახებშიო და 50 RLT-ს მოგცემთო, ესეც საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ჯერ 126-ზე ვარ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკმაოდ ბევრი რაღაც აღება შეიძლება აქედან, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ დამწყებები ხართ, აი როგორც გითხარით, აი ესენი რო ითამაშოთ 50-50 თამაში, უკვე აიღებთ აქედან საკმაოდ ბევრ ან არესტის, ან რაიმე სხვა რევარდს, ასე რომ ყველასთვის აბსოლუტურად ვინც ფულს რიცხავს, ვინც ფულს არ რიცხავს, ყველასთვის საკმაოდ გამოსადეგი ეს არის, რა ქვია, ეჩიუმენტები დაემატა, ესე რომ ვთქვათ რა. და მარტო თამაშებზე და რაღაცაზე არ არის, ტასკოლზეც არის, ან თუ გამოიმუშავებ რაღაცას, მაგალითად აი 2 RLT-ს თუ გამოიმუშავებ აქედან, გაძლევენ 0.5 RLT-ს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მიყვება აქ როგორც ხედავთ. მოდი გადავხედოთ უცბად ჰამსტერებს, იმიტომ რომ გაჩვენებთ დიდი ხანი არ გადამიღია ვიდეო ამაზე. ის გიული ყავს უკვე 60 level-ზე, HP-ზე, 17 strength და lucky 20-ზე, ძირითადად პირველ ორს მივაწექი და ქაუჰამიც ძალიან მაგრა ყავს, ქაუჰამი მირჩევნია გიულის გაცილებით, იმიტომ რომ 12 საათიან ექსპედიციებზე უშვებ ხოლმე, აი აქ და თითქმის სულ ბრუნდება და ძალიან მაგარ პლუსში გავდივარ ამ ორი ჰამსტერით, ასე რომ თუ იქნება ამის მერე ჰამსტერები აუცილებლად დაითრიეთ
და თუ პირველად ხედავთ ამას, როგორც გითხარით, პირველი ორი ვიდეო ნახეთ, აღწერაში იქნება აუცილებლად სულ ტოვებ ხოლმე განხილვის ვიდეოებს და გაიგებთ ყველაფერს რაც ხდება და თუ უნდა დაიწყოთ და რამდენ ხანში დაიწყეთ გამომუშავებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგ მეგობრებო, სულ ეს იყო ამ ვიდეოსთვის. თუ მოგეძღვნათ დაალაიქთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარისხლექსს დააჭირეთ, რომ მსგავსი რაღაცები არ გამოგრჩეთ და ასევე დააკომენტარეთ, თუ რაიმე ვერ გაიგეთ ან რაიმე სხვა აპლიკაციის განხილვა გინდათ, რომ გადავიღო. ხო. ესენი მაჩუკ, მაინერები მაჩუკა, ბიჭო, რა მაინერები არის, შეხედე ხო რა გადავობ შენ. კაი არის. ანუ 2 ცალი 2 PHN მაინერი დამიგდო, 1.5 PHN და 5 იმითი პროცენტი ბონუსით, ერთიც თითქმის იგივენაირი და ეს Nirvana-ც 1 PHN-ი არის, საკმაოდ კარგი არის და ეს Christmas Eve-იც რომ მომცა, ეს ეხა მომცა 9 PHN. ძალიან მაგარი არის. კარგ მეგობრებო, სულ ეს იყო ამ ვიდეოსთვის. იმედია მოგეწონათ და რა, შემდეგ შეხვედრამდე. ხომდის